ორი აიპების ლიკვიდაციის საკითხს დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე დეპუტატები მწვავედ გამოეხმაურნენ. იყო თუ არა გომისთვისა და სპორტის აიპების საქმიანობა მიზნობრივი, ან როგორ აფასებენ მათ სამომავლოდ მუშაობის გაგრძელებას, ამას ნინო ვაშალომიძის სიუჟეტიდან შეიტყობდა. საკრებულოს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დეპუტატებმა აიპების გომისთვისა და სპორტის ანალიტიკური ცენტრის ლიკვიდაციის საკითხის დაწყებაზე ბევრი იმსჯელეს. ფრაქცია ოცნების თავმჯდომარე ლევან ნინიძე, რომლის ინიციატივითაც შევიდა საკრებულოში აღნიშნული საკითხი, იმ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც აღნიშნულ სამსახურებს ჰქონდა. თუმცა სახეცვლილი სტატუსით მათ შენარჩუნებას არ გამორიცხავს. მე უფრო ვიტყოდი არაეფექტური ხარჯი. იმიტომ რომ ხარჯს თუ რაღაც შედეგი არ მოძდევს, ის ხარჯი აქტიურად წყალში გადაყრილია. გური გომისთა საკურორტო ზონაა და ტურიზმისათვის საინტერესო გახლავთ, აი აქ რაღაც მოხდება აი ამ კუთხით. აღნიშნული აიპების დაფინანსებისას ბიუჯეტის არამიზნობრიობაზე აპელირებს საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი კვერღელიძე და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. აიპებში თანხები იხარჯებოდა არაეფექტურად, იხარჯებოდა არამიზნობრივად, მაგრამ მე დავსვი საკითხი, რომ გასაგებია ყველაფერი, მადლობელი ვარ ყველასთან, რომ აღიარეს ეს დეპუტატებმა, მაგრამ ამის უკან საზოგადოებაა, ამის უკან არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც ხალხის ფულით არის შექმნილი და 9 მილიონი ლარი რომ ყოველწლიურად იხარჯებოდა არამიზნობრივად. მაინტერესებს პასუხისმგებელი ამაზე პასუხის ვინ იღებს. საერთოდ ყველაფერზე ამაზე პასუხისმგებელი არის პირველი პირი რაიონში და პირველი პირი რაიონში არის საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთომე ქვაბიშვილი მუნიციპალიტეტის მხრიდან პასუხისმგებლობას არ გაურბის. არა მარტო კონკრეტულმა ხელმძღვანელმა, არამედ დაქვემდებარებულ გოლმაც, ორგანიზაციამაც თუ არამიზნობრივად გახარჯა თანხები, იგი ამისთვის უნდა დაისაჯოს და მას ამისთვის პასუხი უნდა მოითხოვოს. თუ ამტკიცებს შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს და პასუხი მოეთხოვება იმას, ვინც არამიზნობრივად დახარჯა თანხა. დეპუტატი ლელონ აცვალაძე, რომელიც აიპების შექმნის გაჟღერების დღიდან მისი წინააღმდეგი იყო, დღეს ლიკვიდირებული სამსახურების თანამშრომლებზე საუბრობს. იქვე აიპ გომისთვის საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის რომ ადამიანები არიან დასაქმებული, მე შემიძლია ვთქვა რომ გაიზარდა და 14 კაცზე ავიდა ამის შტატებით, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ის რომ გომისმდა უნდა იყოს კურორტი და სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ოზურგეთისათვის, ეს არის ბიუჯეტისათვის და ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი, ამას სჭირდება პირიქით ხელშეწყობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი 9 საკითხი დეპუტატებმა ერთი მოსმენით დაამტკიცეს. ოზურგეთის საკრებულოს მორიგის ხდომა მარტისთვის დასაწყისში გაიმართება.